Zартულია ქვევრის შენახვა რა, ქვევრის მოვლა. Ქვევრის მოვლა ქვევს არ მოვარი და არ განეცხე და აი რომ ღვინოს რომ გადაიღებ ქვევრიდან ის უნდა განეცხო გაასუფთავ. საკმაოდ შრომატევადია ეგრე ჩანს. ახლა შრომატევადია, მაგრამ აუცილებელია. თორე შეხვენ ვარი ვარგებს. სარეცხილისგან ამზადებ ეს. სარეცხილი მზადდება ბლისკერქისგან. უჯობესია მწარებელს რომ ეძახიან თაში. ამასაც თავის სპეციალისტის ყავს აწყობაზე. მე ფენამიდის. ხერმა იცის თუ არ გარეცხავ და ნაცარს არ შემოაყრი. ლერწის ნაცარ უნდა შემოაყრო, გარეცხავ კარგად. ვილოს რა გადაიღებ. ნაცარ უნდა შემოაყრო, გამშალ ნაცარ უნდა შემოაყრო და ინახავს ქვევრას. და თუ არ შეინახავ ასე, შრომატევადია მე ქვევრის რეცხვა. ვერ ეჭირდება გაზაფხული თუ არის, მოლოზანა ყურძენს ვეძახეთ. აი უწიფარი ყურძენი. შემოდგომაზედაც იცის ის მოლოზანა, გვია რო გამოდის. აი ის უნდა დაჭყლიტო და იმის რეცხვა ირეცხება კარგად. ეს კვახე ყურძენი. კვახე ყურძენი, ის ირეცხება კარგად. თუ არა ტყემალი, ეს ვაშლი. სიმჟავერესაც შეიძლება გამოაკის შუჭყი ყველაფერი. ორხელი იგივე ბლის მასალის გამზადდება, მაგრამ აი ტარი აქვს ხელის მასაკი შვაგულში აქვს აი ეს სარცხის ისო. და ხელს კიდევ და ასე რეცხავ ქვევრა. დიდ ქვევრაში რო ჩახვიდე და რეცხავ. ქვევრის რეცხვა მასალა ბაბუაჩება. სოლომონ აბრამიშვილი. პატარა ვიყავი 9 წლის, ქვევრაში რო ჩამიშვა. და რეცხავ და ბაბუო, აი ოფლი არ გამოგივიდეს, ოფლიო რო გამოგივო, მასშტაბებით ხარიო. ოფლის დაწყება რომ დაიწყოს. ეს იქ რატომ მითხრე ახლა? გულიანს რო თქვა, ოფლი რო გამოგივიდეს. ქვევრა გარეცხავ. მაგრა გარეცხავ ქვევრას. ხო, იმის გარდა მაგ ნასწავლები ყველაფერი. ღვინის დაყენებაც, მამა ჩემი ფრონტზე იყო. თქვენ როგორ აყენებთ აქ ღვინოს? მე ახლა როგორ ვაყენებ? ქვევრაში, სადუღარ ქვევრაში ვწურავ. ეს ცალკეა სადუღარ. ცალკე გარეთ ამაქვს ეს ქვევრა, აერზე უნდა იყოს უბრალოდ. ეს ჯუგელის პერიოდში ოთახის იმას რაღაც მაინც დაგუდო აერს ღებულობს. ღვინო და გარეთ უნდა იყოს. ჩავწურავ ქვევრაში, მე-9 დღეს გადავიღე ქვევრაში, მერე ბოჭკაში ჩავასხავ. ერთი 2 დღე დაიწმინდოს. და მე ვასხავ ამ ქვევრებში. და უკვე აქ ინახავ. აქ ვინახავ დავგუდამ. ზამთარს გაატარებს გაზაფხულზე უნდა გადაიღო ისე. აი ამ დროს უნდა გადაიღო, ყვავილობაში რო შედის ვენახი. ეხლა ყვავილობაში შედის ვენახი და ეხლა ამ დროს უნდა გადაიღო. ვაზი რო ყვავილობაში. აი ეს არის ორშიმა. თითქმის ეს არის 5-6 ლიტრი არის. ეს ამას ყვარავ დიდ ქვევრაში, სადუღარ ქვევრაში. აი ორშიმა კიდე. ახლა ეს წარეკვახია, ხო? თუ რა ზახია? ორშიმა, წარეკვახს ეძახიან. თვითონ ცენავს. წარეკვახს ეძახიან ხო და ორშიმოა. ყვავილობის დროს ქვევრას რო გასხრი, გადაღება გინდა დიდი ქვევრ და პატარა ქვევრებში. ახლა შეიძლება ამ ქვევრაში, ცოტა დიდ ქვევრაში და ზედ ქვევრაში, მაგრამ შემთხვევით ასეა საჭირო. აი ეს რო ამათ რო გავრეცხავ, მე დამჭირდება სტუმარი მოვა, აი პატარა ქვევრას გავსხდი, შტოფებში გადავიღებ მერე, რაცაც დავლებ და რა სუფრაზე. რაცაც არა, მე შტოფებში გადავიღებ. ეხლა ქვევრას რა შეოპერატებს მიწაში უფრო გრილად ინახავს. გრილად ინახავს ღვინოს. და ქვევრა უნდა იყოს ნამდვილი ქვევრა. ეხლა ეს ქვევრები მაქვს შოროშიდან ჩამოტარელი. იმერეთიდან. აი კახური ქვევრები არის. წყალი არ არის ის. ცოტა მდგარი წყალია. სუფთა წყლისგან უნდა იყოს ქვევრა დამზადებული. რომ სუნი არ მიცეს. თიხის მოზველის დროს წყალს აქ დიდი ოპერატორობა, მაგრამ სუფთა წყალი უნდა, აი წყაროს წყალი რო არის, თის წყლებია, წყაროს წყალი რო, აი მის მოზველა უკეთესია. შროშაში ხო? შროშაში მზადდება ესე. კახეთში და ჩამზადდება, კარგი ქვევრებს, თელავის მხარეს, უფრო მთიანი მხარეა. წყლები უფრო ხევის წყლებისგან ამზადებენ და უფრო ეს უკეთესია ის, ხო? არა, შროშის ქვევრას ქვევრა ვერ ჯობია. შროშის ქვევრა პირველია საქართველოში. პირველია საქართველოში. კი არა, სოფლიოშია, სოფლიოშია. სადაც სხვაგან თუ არის იტალიაში დაუწყიათ ახლა გაზიდვა შროშიდან. ქვევრების. აი რომა იმიტომ. აი რომ აბა რაფერ გან. კაჭვერი ჩაიდა, და კაჭვერ გაასწრო ერთი მორისგან. ქვევრა ახლა შრომატევადია.
ახლანდელი ხალხი პლასმასის მასში ასხავდა. მე სანამ ცოცხალი ვიქნებ და ჩემ ბიჭებს დაუბარებ, რომ პლასმასის მასში ვინ არ დააყენო. თავისებური რაღაცა რა ვიცი, არ არის ქართული. ქართული არ არის. და ქვევრა არის ტრადიციული ოდით განო ჩვენი წინაპრები ქვევრაში დაგონდეს. ქართველი ზოღა. ქართველი ზოღა არ გადაგვარდი. ქვევრებს იყენებენ ყველგან საქართველოში. სულ ყველგან თითქმის იყენებდნენ. დაღლა შეიძლება აღარ იყენებდნენ ყველგან. ქვევრას უპირატესობა ხო გითხარით, რომ მიწაშია გრილად არის უსუფთავ ქვევრა, კაი ღვინოს აყენებს. ღვინის დაყენება ეხლა მე დამიყენებია ღვინო მე-9 დღეში გადამიღია ჩამისხია ქვევრებში. და გამიჩერებია სადუღარ ქვევრაში გაზაფხულობდის ჭაჭაზე. ღვინო ჭაჭა მიდის დამლა დაიწვიდავს, დასუფთავდება და რაღაც ცოტა ძელგი დასალევია, მაგრამ უკეთესია. ორგანიზმისათვის უკეთესია. აი რომ დალებ თავიდან არ გესიამოვნება და მე როგორ სვაში შედიხარ, მე გესიამოვნებს. ვერ ვეღარ გაჩერდი. ხო, ეს არის კახური. კახურად დაყენებული. აი ეს ჭაჭაზე დაყენება გაზაფხულობდის. ხო, აბა მე იმერეთში დასყოფილი ბაბუაჩემის ძმასთან რომ ჩავედი, ქვევრები ხოდა გარეშე მთლიანად. ხო, მაგრამ აყალოს, ახლა ჩვენ სხვანაირად ისჯობია იმერეთში ის დახურვა. დაბლა აქვს ქვევრები, იქ წყალი არ დგება და აქ წყალი დაბალი ადგილია და იმათი შეიძლება გადაუაროს. მე მიწომა გამაღლებული ახლა ეს. ხო, და იქ აყალოს აგლესავენ ამ სიმაღლეზე. ფიცარს ადებენ, აგლესავენ, კეპრიან და იმას იქ ღვინო არ ფუჭდება. ფერმენტიულად. ხო, არ ფუჭდება ღვინო. საქართველოში, კახეთში, იმერეთში, ქართლში, რაჭა, ლეჩხუმში, ყველგან ერთლაერად კეთდებოდა ღვინო ქვევრაში. მაგრამ სხვადასხვა ტექნოლოგია აქვს ახლა, მე ახლა მეგრელების ტექნოლოგია არ ვიცი. და რაჭოლების და გურულების. ახლა მე ბაბუაჩემის განვისწავლე. აი კახურად რო დააყენებ, გაზაფხულზე გადაღებული ღვინო ჯობია. ჭაჭაზე დაყენებული. არა და მე-9 მე-10 დღეს უნდა გადაიღო ღვინო, რომ თავის არავატი შერჩეს. აი დუღილი რო დაიწყებს დაწყნარებას, აი იმ პერიოდში უნდა გადაიღო ღვინო. სადუღარ ქვევრაში ჩავდიოდი და ორ ხელით ვრეცხავდი. და აი ქვევრებს, ჯერ აი თავი უნდა მორეცხო, აი ეს უნდა მორეცხო. აი ესე. თავს რომ მორეცხავ, კარგად მე რომ დაიწყო ქვეში და აი ქედა რომ წავხედე. აი მაღლა უნდა მოიტანო. მაღლა დაბლა წაიღო შუქი. სადუღარი ქვევრი, რომელშიც ყურძენს სტურავთ და დუღს. სადუღარი ქვევრა, სადუღარ ქვევრას ვეძახით. აქ რო დაიდუღებს ღვინო, მე გადამაქი იქ იმ ქვევრებში. რა ბუნებრივ საშუალებებს იყენებთ თქვენ მეურნეობის მოსავლელად? ეხლა ბუნებრივი საშუალებები თავიდან ყველაფერი ბუნებრივი იყო. საქონლის ნაკელს ვახვევებთ ერთი მორეზე. მეორე წელს ტება ის მუშავდება, ჭია ესევა და მე ვშლით ადგილში კარტოფილისა და პამიდორის ნახარს, აი ბუბრი რო უჩდება, აწამს ხუთი ჭაჭა რო უჩდება, ამის საწინააღმდეგოდ. ჭინჭარს ხმარობ, ვაყენებ, ვადუღებ ჭინჭრის ნაკელს, ვამზადებ, ემალიროვანი ვანა მაქვს. ყრი ჭინჭარს, ვოღობ, ყვავილობამდე უნდა აიღო ის. ჭინჭარი ყვავილობამდე ყვავილობამდე უნდა აიღო.
და დაამწნილო რა და ნაკელი უნდა დაამზადო და ძირებშიდაც უსხო და ზედაც ვაშხურო აპარატით აი ეს რა შველის ეს რა რისთვის არის ნუ საკვებად საკვებს ადრეს ხო საკვებს ადრეს ეხლა გარეთ მაქვს კიტრი კარკასის კიტრის ეძახია და უყირს ხავს ეხლა გზის პირზე არ ცხოვრობ რომ მოდიო კაცო ეს კიტრი გარეთ არ გვირახია ჩვენ არ მოგიყვანიო და ჩადე და მოვიდა მეთქი აი მას უკეთებენ არის ზოგი არ გასწავლის ყველას ვასწავლე ყველა მიცოდეს ბატონო სულიკო თქვენ ამ ჯინჭრის ნაყენს იყენებთ პამიდურის და კიტრის საკვებად ხო ბოსნეულის ყველაფრისთვის საკვებად აი როგორც სასუქი ისე როგორც სასუქი ბუნებრივი სასუქი საზრდოს აძლევთ ხო ნაკელს ხო ვაძლევთ მიწაში მიწაში ურავთ მოხნავთ გადავხნავთ აერევა ნაყენი და მე დასასხმელად ჭინჭრის ნაყენი და ეს ლაშქარად ბალახი ვერ გავიგე რა არის კითხულობ ბილოგის მასწავლებელსაც ვკითხე მაგრამ ბილოგის მასწავლებელი იმერეთში არის არ არიციან რა არის და იმერეთში არის აქ არ არის აი ჯინჭრისა და ლაშქარა ბალახის ნაზავი ერთად უკეთესია ამ ბუგრებისთვის როგორ ამზადებთ ამ ბუგრებისთვის პამიდურისა და კარტოფილის მწვანე მასას აი ახლა პამიდურს ხარ მოწყვიტავ ძირში და გაფურჩქრი კარტოფილს ყვავილობაში რო შედის აწყვიტავ თავს უკეთესია იმისთვის ნაყოფს უფრო ამსხვილებს იმ პერიოდში აი მას ხარშავ რა წყალში ახლა რაკელი შეიძლება მაგრამ მოხარშული უკეთესია მოხარშული შავდება მაგრამ ამას რაზე იყენებთ ამას ბუბრზე აი ატავს რო ხუჭუჭა რო აქვს ბუბრია იქ ჩამოდებული და მე ურევ ლაფნის სიმას ყოველგვარი ბუბრისთვის და ჩემ ბავშვობაში თევზს ვიჭერდით ხოლმე ლაფნის სახარში და გამევიანგარიში ეს ახლა თევზს უკლავს და ბუბრსაც არ მოკლავს და მოკლა უშველა ძველი ჯიშია რა დაბალი არც დაბალია აი ეს სიმაღლე იზრდება გებრიელი პამიდორია რა ერთხელ ვიყიდე მე ის თესლი კასანდრაო თუ რაღაცა ხო და რო დავჭერი საჭმელად არაფერს გემო არ აქვს და იმის შემდეგ მე ნაყიდის თესლი აღარ მიყიდია ადგილობრივი ვიშოვე თესლი და თესავი მასვო იმ პამიდორს არ აქვს და ამას სუნი აქვს პამიდორს აი შიდ ბახში და თუ შედიხარ აი მცენარესაც სულია სარზე აღარ გვიშვებია ტყეში და მოვიგონე ეს კატაკები მქონდა და მოვიგონე ეს გავაკეთე იმას ზაყიდი აქვს ტყეები და მე პატრონი არ გიშვებს ჩემიეო და მინდა შეგიშვები და არ შეგიშვებ ერთი ტრაქტორი მოგწევს დამსოფელს ვერ აუდის ეს დაგვრჩა დასახნა წყალმა გადაიარა ქართული კაცი მიწაზე იყო ოდითგანვე დამოკიდებული და მიწას უნდა მოუფრთხილდეთ კაცო მიწას უნდა მოუფრთხილდეთ მიწა მოგვიყვანა ქართულმა მიწა მოგვიყვანა ხობამდეს ახლა შემოაქვს საზღვარგარეთიდან ჩვენ რუსეთს ვამარაგებდით მოსწლეულით და საქართველოს შერახვარ შეგვიძლია